როგორც სახელმწიფო გუნდის პასუხი რა უნდა გააკეთოს იმ უამრავმა ადამიანმა რომელსაც აქვს ბანკის კრედიტი აღებული რომელმაც აღარ იცის როგორ უნდა გადაიხადოს ეს კრედიტები პროცენტები აქვს გაზრდილი ლარი დაცემულია რა მომავალს ხედავთ თქვენ რა თქმა უნდა, რთულია, მithumetes როცა მოსახლეობის 10-12% არის სოციალურად დაუცველი, დაახლოებით 800,000 არის პენსიის მიმღები და მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, მათთვის რთულია. თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს და სწორედ სწორი გამოსავალი უნდა ეფუძნებოდეს სწორ ანალიზს, ახლა მე ჩემს ოპონენტებს უსმენდი და ისინი იგივე ტემპში არიან, იგივე პოზაში და აბსოლუტურად განწყობარებს მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური სარგებელი. მე მახსოვს, როცა მოკლე ანალიზი მინდა გავაკეთო, როცა სავალუტო კრიზისი იყო და თავისთავად ლარის გაუფასურებაც მოხდა. შეფასებები იყო მხოლოდ ცალმხრივი, თითქოს ეს ხდებოდა მხოლოდ საქართველოში, არა და მახსოვს, როცა იმ პერიოდისათვის უარესი ხდებოდა, ვთქვათ, უკრაინაში, გასაგები მიზეზების გამო, ასევე ვთქვათ, ყაზახეთში, ბელორუსიაში, ბულგარეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში ნაკლებად, იმიტომ რომ დოლარიზაციის კოეფიციენტი იქ ნაკლებია და ეს ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ რაღაც პოლიტიკური შეფუთვით გადმოცემული. მაგრამ რა თქმა უნდა, დღევანდელი ვითარებაც არასახარბიელოა, მაგრამ მე ასე მგონია, რომ მე არა ვარ ამ დარგის სპეციალისტი, არ გამოვდივი ექსპერტად, მაგრამ მაქვს ჩემი დამოკიდებულება. მე ვფიქრობ, აქ ამის რამოდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს დღევანდელი გაუფასურებისა, ლარისა. მე ვფიქრობ, ერთი ის არის, რომ მთავრობის ჩამოყალიბება ხდება, არის გაცხადებულიც, რომ მithumetes ეკონომიკური ჯგუფი გუნდი იცვლება და ვფიქრობ, გარკვეული არასტაბილურობის შეგრძნება მოსახლეობაში, თუმცა დროებითი ეს ფაქტია და გარკვეულ გავლენას ახდენს. ასევე იმპორტ-ექსპორტის დისბალანსი, ესაც მნიშვნელოვანი ფაქტორია და ასევე ის ფაქტორი, რომელიც მე რამოდენიმე დღის წინ დავასახელე და ალბათ სწორედ ამიტომ მომიწვიეთ რომ ეს არის ოპონენტების მიერ დახარჯული თანხების ბრალეცო. ეს არის ერთადერთი, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომ წინა საარჩევნოდ იქნა არამიზნობრივად და იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლებოდა გამოვიდა თავისუფალი ფული მოსახლეობის, ეს ძირითადად იყო ოპონენტების მხრიდან და აქვე მოსახლეობის სასარგებლოდ მინდა ვთქვა, რომ სხვათა შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა მაჟორიტარი, რომელიც განსაკუთრებით შემოსავლებით გამოირჩეოდნენ, სწორედ იმ კანდიდატებად წააგეს, ვინც მეტი ფული დახარჯეს მოსახლეობის საკემრად მინდა ვთქვა, მაგრამ ფაქტია, რომ ორი ეტაპი, ფაქტიურად ორჯერ მოხდა თანხების დარიგება, ეს იყო ოფიციალურად დიწილად უფრო არაოფიციალური, მე ვგულისხმობ პირველ ტურს და შემდეგ მეორე ტურს. და ამანაც გამოიწვია ლარის გაუფასურება, ბატონო დემიტრე. იგივე თქვა ეხა რომან გოცირიძემ დაახლოებით მილიონამდე დახარჯაო, მაგალითად თუნდაც დიმიტრი ხუნდაძემ და მთლიანად ქართულმა ოცნებამ თუ არ ვწდები დაასახელა 200,000 აბსოლუტურად ეს თანხა მნიშვნელოვნად ნაკლებია და აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ სიტყვას, თქვა მილიონი დაასახა, თუმცა მილიონიც რომ პირობითად ვთქვათ, რომ თუნდაც მცხეთის რაიონში დაიხარჯა ქართველების მხრიდან. მერწმუნეთ, რომ მინიმუმ 10-ჯერ მეტი არის ჩემი ოპონენტის მხრიდან დახარჯული. და ასევე მინდა ვთქვა, რომ თუნდაც ახლა მე მინდა არგუმენტირებული იყოს ეს ჩემი მსჯელობა, თუმცა კიდევ ერთხელ ვადასტურებ, მე არა ვარ ამ დარგის სპეციალისტი. ის რომ ვთქვათ, ამ ფონზე ინვესტიციები იზრდება, მithumetes არის საზაფხულო ტურიზმის სეზონი ახალი დამთავრებული და გამოირჩეოდა ეს სექტორი მაღალი შემოსავლებით. ისე რომ არანაირი ვთქვათ პირობა იმ სასაგრეო ფაქტორები, რაც მანამდე არსებობდა, იგივე ვთქვათ რუსეთ-უკრაინის შერეღებული დაპირისპირება, თურქეთ-რუსეთის დაძაბული ურთიერთობა, აზერბაიჯანის სომხეთის, სირიის ფაქტორი ისევ რჩება, მაგრამ დღეს ეს ფაქტორები შესუსტებულია, ისე რომ გარე ფაქტორები აქ ვერ გახდებოდა მიზეზი ამისა. მაშ რა არის? აი სწორედაც ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ჩვენი ოპონენტების მხრიდან იქნა ძალიან დიდი ფული, თავისუფალი ფული. ღიმილის მომგვრელია ეს თქვენი ოპონენტებისთვის, ისევე როგორც მაგალითად კვირიკაშვილის განცხადება, რომელიც მან გააკეთა, როცა ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობდა, იმიტომ რომ ექსპორტზე და იმპორტზე თუ ვილაპარაკებთ, აგერ 2011 წელს მეტი იყო ექსპორტი ვიდრე წელს, მაგრამ ლარი საშუალოდ ლარი და 65 იყო მაშინ დოლართან მიმართებაში. ეს დაცინვაო ხალხის ოპონენტები ასე ხსნიან კვირიკაშვილის. ოპონენტები ყოველთვის ასე ხსნიან ჩვენი გუნდის ნებისმიერ თქვათ ინიციატივას, იგივე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იყო ერთ-ერთი მავნებლური პროგრამა, ახლა ჭყალებში რა თქმა უნდა მათი შეფასებით, მაგრამ მე სწორედ ამას ვამბობ, რომ ერთ-ერთი ფაქტორი და არა ერთადერთი იყო სწორედად ეს, რომ ძალიან დიდი ფული იქნა გამოტანილი.
ამაზე რეაქცია სხვათა შორის ის ვისაც ეხებოდა ზოგმა ძალიან მკვეთრი რეაქცია გამოხატა, ზოგმა საერთოდ დუმილი არჩია. ისე რომ ზოგადად სიმართლე ბევრს ვისაც ეს უშუალოდ ეხებოდა, თუმცა მე ველოდები აუდიტის დასკვნებს, ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ეს იქნება მხოლოდ ოფიციალური მხარე, რაც მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება არაოფიციალური მხარისაგან. ანუ თქვენ მაინც იმას ავითარებთ ეხლა, რომ გარკვეულწილად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო არჩევნების წინ დახარჯული ფული, ხო, როგორც მე ვხვდები, ოღონდ არა ხელისუფლების, არამედ ოპონენტების. აი, ცოტა რამოდენად გასაკვირია, იმიტომ რომ ახლა როგორც მე მართველი გუნდის წევრი, ამას ალბათ არ უნდა ვაცხადებდა თუ წინასაარჩევნო პერიოდში ჩემსაც გადახედათ, ორჯერ გავაკეთე მე განცხადება, რომ ჩვენი ოპონენტების მხრიდან და კონკრეტულად ჩემს ოლქში ხდებოდა ფულის დარიგება მოსახლეობაში. თქვენც ალბათ ინტერესი გექნება, შეგიძლიათ თქვა მცხეთაში, საზოგადოებაში უბრალოდ გაისეირნოთ, ქუჩაში არ დაგჭირდება დიდი დრო და იქაც მიიღებთ ამაზე პასუხი. თავარი ბრალდება. ორჯერ გავაკეთე განცხადება, რომ რიგდება თანხა და შინაგან საქმეთა სამინისტროს და ძალოვან სტრუქტურას მე ვთხოვე, რომ გაეკონტროლებათ ეს სიტუაცია. თუმცა ამას აღნიშნავ ძალიან რთულია, როცა ოპონენტი რომელიმე და ჩემთანაც თქვა არიგებს ფულს, რა თქმა უნდა, მაღალი სანდობის პირებს ალზეს თანხას, თუმცა ჩემი მოსაზრებით მათაც გარკვეული თანხა ჯიბეში ჩაიდეს და შემდეგ ის რა თქმა უნდა უცხოურ ვალუტაზე ალბათ ხა ვისთანაც არიგებდნენ ამ ფულს და ნაწილი გაიტანეს მოსახლეობაში. და ამან იმოქმედა გარკვეულწილად ეროვნული ვალუტის დაცემაზე. ჩემი აზრით, თქვენ ჩებით ბოლომდე ამ თქვენს მოსაზრებასა და პოზიციას. მე მაქვს იმედი, რომ თანდათან ეს ჩემი ვიღაცის მიუღებელი, ვიღაცის ღიმილის მომგვრელი პოზიცია თანდათან გამყარდება. კრიტიკულ ზღვარზეა ეხა ეროვნული ვალუტა. წეგან საერთოდ ზურა ჯაფარიძე საუბრობდა, რამდენად საჭიროა რომ მთლიანად ვიყოთ ამ ეროვნულ ვალუტაზე მიბმული. პატარ-პატარა შოკუნიები ასე ახსნა თავის დროზე ნოდარ ხადურმა ფინანსთა მინისტრმა ლართან დაკავშირებული პროცესები, როდესაც ლარის დაცემა იყო და მე მაინტერესებს დღეს რა სიტყვით. ეს მორიგი პატარა შოკუნია, პატარა შოკია, თუ არსებობს რეალურად იმის საფრთხე, რომ გაუფასურებულმა ლარმა სოციალური დაძაბულობაც მოიტანა, სოციალური დაძაბულობის მიზეზიც გახდეს. დამეთანხმებით ბატონო დიმიტრი, რომ უამრავი ადამიანი, უზარმაზარი პროცენტი ბანკის კრედიტებზე მიბმული ოჯახები, ადამიანები არიან ამ ქვეყანაში, რომელთაც მარტო სხვა რო არაფერი ვთქვათ, ეს პროცენტების გადასახადი იმდენად გაუძვირდათ, რომ ვეღარც ხვდებიან რა უნდა გააკეთონ. აი მითხარით. მე სწორედ ამით დავიწყე, რომ რა თქმა უნდა მძიმეა, როცა სოციალურ დაუცველები არიან, როდესაც არიან თქვა საპენსიო ფულადი რესურსი მიიღები, მხოლოდ ამ პენსიებს ღებულობენ, იგივე საბანკო ვალები აქვს. თუმცა იცით რა არის, ჩემი ოპონენტების ახლა ზოგიერთ ნაწილში რა თქმა უნდა ვეთანხმები და გეტყვით რაშიც ვეთანხმები, მაგრამ ისინი როცა საუბრობენ, რომ თქვა აი სამთავრობო ხარჯები გაზრდილენ, მე მინდა მაგალითისათვის ყველა ჩემი მსჯელობინა გარკვეულ არგუმენტებს ეფუძნებოდეს. 2012 წლამდე მთავრობის გუნდის სახელფასო დანახარჯები იყო 250-დან 260.000-მდე. დღეს სამთავრობო გუნდის სახელფასო დანახარჯები არის 118-120.000, ანუ განახევრებული. თუმცა რა თქმა უნდა ადმინისტრაციული ხარჯები უნდა შემცირდეს. ოპოზიცია იმ ყველაფერს რაც რა ბიუჯეტო ადმინისტრაციული ხარჯები უნდა შემცირდეს. მე ასევე ვადასტურებ იმას, რომ პრემიების და სახელფასო დანამატების თემა არის გადასახედი და ზოგადად პრემიების სისტემა. მე ამაზე თუ გახსოვთ, მქონდა პარლამენტშიც გამოსვლას, ვფიქრობ, რომ ეს ისევ აქტუალური თემაა. უფრო მეტად მიზნობრივად უნდა მოხდეს დანახარჯების მართვა და თავარი რომ ძირითადი ფინანსები ბიუჯეტისა უნდა მიემართებოდეს იმ ტიპის პროექტებში, რომელიც გააჯანსაღებს ეკონომიკას და ეკონომიკის დის მაჩვენებლები გაიზრდება. აი ეს შეცვლის რამეს ნოდარების გაშვება მთავრობიდან და ახალი მინისტრების მთავრობის დამოკიდებულება არ არის მხოლოდ ის, რომ თქვათ მხოლოდ მინისტრის გვარი და სახელი იცვლებოდეს. რატომ პრემიერმა ხაზგასმით თქვა თუ არ ჩავთვლით დაუშვათ კულტურის მინისტრს, რომელზეც ვრცელდება ჯერ კიდევ დაუდასტურებელი ინფორმაცია, პრემიერმა თქვა პირდაპირ, რომ ძალოვანებს ეს არ შეეხებათ, მაგრამ იქნება ცვლილებები ეკონომიკურ გუნდში. ანუ არის თუ არა ეს კვირიკაშვილის მხრიდან იმის აღიარება, რომ ყველაზე სუსტი რგოლი ოცნების ხელისუფლებისთვის იყო ეკონომიკური გუნდი და შეცვლის ახალი მინისტრის
მინისტრები შეცვლიან რამე? სწორედ ეს მინდოდა მე თქვა, მხოლოდ მინისტრების თქვათ პიროვნების შეცვლა, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი და არც ვაპირებთ ამას და არც პრემიერს არ უსაბურია თქვათ ამ კონტექსტში. რა თქმა უნდა, ამ ცვლილებას მოყვება თვისობრივი ცვლილებებიც. კიდევ ამბობ, მოხდება საბიუჯეტო ხარჯების გადახედვა, არა მხოლოდ თქვათ ცენტრალურ სახელმწიფო ინსტიტუტებში, არამედ თვითმმართველობის დონეზეც საკმაოდ გაბერილია თანხები, ადმინისტრაციული ხარჯები, პრემიერების სისტემები იქაც დასალაგებელია, ისე რომ ყველა მიმართულება ძირითადი საბიუჯეტო ხარჯები და იგივე თქვათ სესხით, არ უნდა იყოს თქვათ სოციალურ პროგრამებზე არ შეიძლება იქნას თქვათ სესხი აღებული, თუმცა რა თქმა უნდა გამართებულია სესხი, როცა ის მიემართება იმ ტიპის პროექტებზე, ვისი მხრიდან არ შეიძლება იყოს აღებული? ზოგადად მე ვსაუბრობ სახელმწიფოს მხრიდან და მე ვსაუბრობ იმ გუნდზე, რომელსაც წევრიც მე ვარ და საკუთარ თავზე ვსაუბრობ. ისე რომ იქნება თვისობრივი ცვლილებებიც, იქნება უფრო მეტი აქტივობა და ის ფაქტორები, რაც მე ჩამოთვალე, ერთი რომ თქვათ სამთავრობო გუნდის ცვლილება და ფაქტორი, რომელიც მოქმედებს კურსზე, ეს არის დროებითი, იგივე თქვათ წინასაარჩევნო დარიგებული თანხები, ესაც რა თქმა უნდა გრძელვადიან პერსპექტივაში არ იმოქმედებს და იქნება დასტაბილურდება, ისე რომ ყველა ბოლოდინი ჩემი მიდის კიდევ ერთხელ ვადასტურებ, მე არა ვარ ამ დარგის ექსპერტი, მაგრამ ყველა ჩემი და თქვათ დაკვირვება მიდის იქამდე ლარის კურსი დასტაბილურდება. ბატონო დიმიტრი, აი წეგან ვკითხე ეს მე ბატონ რომან გოცირიძესაც, ვიდრე იყო ქადაგიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მიდიოდა ოცნების მხრიდან მუდმივი შეტევა და თავდასხმა ქადაგიძეზე და მისი ბრალეულობის მტკიცება პოლიტიკურ ენაზე. ახლა როდესაც აღარ არის ქადაგიძე, უკვე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ ის განცხადება, რაც ეხლა მოვისმინეთ, რომ ერთგვარ შეთქმულებას ჰქონდაო ადგილი, რომან გოცირიძე ამბობდა წეგან ხელისუფლებასა და ეროვნული ბანკის მოლაპარაკებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ამ შეთქმულების მთავარი მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება მეტი ხმები მიეღო ქართულ ოცნებას. ანუ შეიცვალა ეხლა თავდამსხმელიც და თავდასხმის ობიექტიც. რა სიტყვით ამ შეთქმულების თეორიაზე? მე რა თქმა უნდა არ ვიცი ამ შეთქმულების და რა თქმა უნდა ეს მსჯელობა ჩემს აბსოლუტურად მიუღებელია რა შეთქმულებაზეა საუბარი. აქ იყო აბსოლუტურად დამოკიდებულება იყო თქვა საკომიტეტო მოსმენების, თქვა ჩემი ერთ-ერთი კითხვა ბანკის თქვა იდეოლოგიურ პრეზიდენტთან იყო ისე თქვა ვალების გასტუმრების სქემა, რატომ იყო ასეთი აჩქარებული, თუმცა რა თქმა უნდა ამაში თეორიულად შეიძლება მოდავება რთული იყოს, მაგრამ ვფიქრობ რომ ამ ტიპის ჩარევა ბანკის მხრიდან თითქოს ერთი შეხედვით კარგად ჩანს, მაგრამ ცუდ ეფექტს იძლევა. ისე რომ ვფიქრობ აქ არა თუ თქვა ჩასაფრების პოლიტიკაზეა საუბარი, არამედ ყველა მიმართულება, ეს იქნება სახელმწიფო სტრუქტურა, ეს იქნება საბანკო სექტორი, თუ ეს იქნება საზოგადოება, თუნდაც ის რომ ისევ იმ თემას უბრუნდები, რომ თითქოს სასარგებლოა, თქვა ერთჯერადად, როცა არჩევნების დროს ამორჩეველი ღებულობს თანხას, მაგრამ ყველას პასუხისმგებლობა უნდა იყოს დაწყებული მაღალი თანამდებობის პირებიდან თვითონ საზოგადოების წევრამდე, რომ ყველაფერი უნდა კეთებოდეს იმისათვის, რომ სახელმწიფო ინტერესები არ ზიანდება. როგორ საზოგადოების წევრებზე როცა საუბრობთ, აი რა გულისხმობთ, საზოგადოების უამრავი წევრი დღეს სვამს ერთადერთ კითხვას, კრედიტი რომ აქვს ბანკში აღებული, რა მეშველება მე, მაშინ როდესაც დილით გამოვდივარ, ყველა ადამიანი თუ არა 10-დან 9 დარწმუნებული ვარ, ასე ფიქრობს და შევხედავ და ჯიხურზე ვხედავ აბრას 2 და 49. მესმის, რა თქმა უნდა, უდიდესი წილი არის ჩვენი პასუხისმგებლობა, მაგრამ საზოგადოება მოიხსენია მხოლოდ და მხოლოდ იმ ნაწილში ამორჩეველი, როცა მას თავაზობენ ხმის საფასურად რაიმე ვთქვათ, ან ფინანსურ, ან სხვა ინტერესს, ცდუნებას არ უნდა აყვეს, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა აზიანებს მე ისევ მას. ისე რომ პასუხისმგებლობა უნდა იყოს მთელ ვერტიკალში დაწყებული კიდევ მაღალჩინოსნებიდან დამთავრებული თითოეულ საზოგადოებრივ ფაქტი კი ისაა, რომ სწორედ წინა საარჩევნო პერიოდში ისე მოხდა, რომ თითქოს გარკვეულწილად გამყარდა ლარი და არჩევნების მეორე დღიდანვე უკვე ორშაბათიდანვე მკვეთრადვე დაიწყო გაუფასურება. მოკლედ თქვენ ამბობთ, რომ უნდა დაველოდოთ აუდიტის სამსახურის დასკვნას და მერე შეიძლება ეს თქვენი მოსაზრებები კიდევ უფრო მეტად გამყარდეს. სერგენკო რჩება ჯანდაცვის მინისტრად, რა სიტყვით მის სამომავლო 4 წლიან გეგმებზე, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის წევრი? ჯანდაცვის სისტემა აგრძელებს სვლას, როგორც დავგეგმეთ ჩვენ. ერთი იყო ის, რომ ჩვენ მივახციეთ საყოველთაობას, მაგრამ
ბატონი დავით სერგეენკოს და მეც ყოველთვის ვაცხადებით, რომ ეს გზა გასაგრძელებელია, ჩვენ უნდა გავზარდოთ სანდოობა ექიმებისადმი განსაკუთრებით პირველად ჯადაცვის რგოლში, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პირდაპირ სტაციონარს არ აკითხავდნენ და ისინი მიდიოდნენ დროულად პირველად ჯადაცვის რგოლში, რომ დროული დიაგნოსტიკა ხდებოდეს, პრევენცია, მკურნალობა და მე ვფიქრობ ეს იქნება ეფექტურიც და ხარჯეფექტურიც. სერგეენკო დარჩება თუ არა მინისტრად ალბათ დარჩება, მაგრამ ეს არის პრემიერის პრეროგატივა. მე რა თქმა უნდა მოხარული ვიქნები თუ კი ვთქვათ სერგეენკო იქნება ისე მინისტრი. წარმატება მინდა გისურვოთ ბატონო დიმიტრი, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მაშასე გემშვიდობებით ზუსტად 1 საათით. დღის ამბებში 4-ზე ვსაუბრობთ ისევ დაცემულ ეროვნულ ვალუტაზე, გვეყოლება ძალიან ბევრი სტუმარი, როგორც ხედავთ